ნაცნობის სცენარი და უცვლელი მეთოდით რადიკალურმა აქტივისტურმა ფრთამ გადაწყვიტა, რომ გამეორება ცოდნის დედა და უკვე აპრობირებული რევოლუციური მექანიზმის გახსენება ისევ ტრენინგების მეშვეობით დაგეგმა. ამ ეგრეთ წოდებული სწავლება სემინარის მონაწილეები ამჯერად ძრახვებსა და მიზნებზე ღიად და დაუფარავად საუბრობენ. აქტივისტების მცდელობასა და მონდომებას იწონებს ნაციონალური მოძრაობა. ხელისუფლება კი ორგანიზატორებს აფრთხილებს, რომ კანონის მიღმა გასვლას სათანადო რეაგირება მოხდება. ამ სცენარით მოქმედი გმირების ვინაობა ცნობილია, უცნობია ჯერჯერობით თუ ვინ უკვეთავს მუსიკას, ანუ ვინ აფინანსებს ამ ყოველებას. კივი კუჭავა გვამბობს ნაცნობი ტრენინგების ახალ სეზიაზე. ანტისახელმწიფოებრივი იდეით ჩანიშნული ტრენინგი კაპროვანის სანაპირო ზოლის სიახლოვეს გუშინ საღამოს ამ შეკრებით დაიწყო. ვითარება ადგილზე არც დილით შეცვლილა, თუმცა მალევე შეინიშნა მზადება იმ მიზნის გარშემო, რომელსაც არც ორგანიზატორები და არც ამ ტრენინგის მონაწილეები მალავენ. რას გეგმავთ, ბატონო გიორგი? თეორიულ ცოდნას ტრენინგის მონაწილეები პრაქტიკაში მალევე გურიაში დაგეგმილ აქციაზე გამოცდიან. გაცხადებულ სურვილს თან ახლავს წინასწარ გაწერილი გეგმა. ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდები გაეცნობიან სამხედრო მომზადებას, მათ შორის ტაქტიკურ გადაადგილებას, სამხედრო დგომას, შეტევას, თავდაცვასა და სამხედრო ალყებს. პრინციპში ყველაფერს, რაც პროცესების რადიკალიზაციასა და დესტაბილიზაციას სჭირდება. ღონისძიებას მოძრაობა ერთობა მართავს. ტრენინგის მთავარი ინსტრუქტორები კი მოძრაობა ფარის წევრები არიან. ამ ორგანიზაციის მიზანია ჩამოაყალიბოს ათეულების ლიდერები საპროტესტო აქციებისთვის. საკუთარ მიზნებზე იმედის კამერის წინაც საუბრობენ. აქციისთვის ებზადები, გაზეთები გვაქვს ჩამოტანილი, უნდა დავარიგოთ. ჩვენი გუნდის შიდა გაძლიერებაც მიმდინარეობს, იმიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ სინქრონში მოქმედება როგორ არის, ერთად ყოფნა რა არის ზოგადად. ქართული ოცნების მთელ რეჟიმს თავიდან ბოლომდე უნდა ეშინოდეს, ჩვენ ამ რეჟიმს გავისტუმრებთ. პროცესების რადიკალიზაციისთვის ახალგაზრდების წინასწარ გადამზადებაზე საკუთარ კმაყოფილებას ვერ მალავენ ნაციონალურ მოძრაობაში, ანუ იქ სადაც ხელისუფლების ცვლილების ნებისმიერ გზებს განიხილავენ, მათ შორის საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის ახალგაზრდების გამოყენებასაც. ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით დემოკრატიული ფორმების გაზიარება შეიძლება ხდებოდეს და ეს ბუნებრივი საკითხი არის. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული ჯგუფების ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები კანონმდებლობის ჩარჩოებს გასცდება, სახელმწიფოს შესაბამისი რეაგირება ექნება. დეპუტატებისთვის ახლა საინტერესო არა ამ ტრენინგების ორგანიზატორების ვინაობა, არამედ მათი, ვინც ამ შეხვედრებს აფინანსებს. არის ანტისახელმწიფოებრივი, ისინი საკუთარ მიზნებს ცხადია ვერ მიაღწევენ და ყველა ის რესურსი, რომლითაც ესენი სარგებლობენ, რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან, შემოსული ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. თუ კი ნებისმიერი პროტესტი იქნება კანონის ფარგლებში, ბუნებრივია, ქვეყანა არის დემოკრატიული და ეს გასაგებია. როგორც კი ის კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური და მკაცრი, სამართლიანი ყველა ასეთი გამოვლენების მიმართ. მხოლოდ კაპროვანში, მათ შორის სხვა ქვეყანაშიც გაიმართა ტრენინგები, რომელიც პირდაპირ უკავშირდება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სამწუხაროა რადიკალური ოპოზიცია უარს არ ამბობს საკუთარ გეგმაზე, ხელისუფლების ცვლილება მოხდეს არეულობით და დესტაბილიზაციით, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი გეგმა არსებობს, რა თქმა უნდა, ვერც ქართული სახელმწიფო და ქართული ხალხი ასეთი გეგმის განხორციელებას ხელს არ შეუწყობს და ყველაზე მთავარია, რომ სახელმწიფო უნდა იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად, ნებისმიერი ტრენინგი, ნებისმიერი შეხვედრა თუ ის იმსახურება არეულობის და დესტაბილიზაციის ცდილობა საქართველოში, რა თქმა უნდა, იმოქმედოს სახელმწიფო კანონმდებლობის შესაბამისად. თუ ისინი მე მოქმედებაზე გადავლენ, ის იქნება განსაცდელამდე და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. მაგრამ აქ მთავარი დამნაშავეები არიან ის ადამიანები, ვინც აფინანსებენ ამას და ვინც უბიძგებენ ამ ახალგაზრდებს კანონსაწინააღმდეგო მოქმედებების ჩადენისათვის. მე თვითონ გვერდზე გადგებიან მათი უმეტესი ნაწილი და ეს ახალგაზრდები კიდე ძალიან დიდ პასუხისმგებლობის ქვეშ აღმოჩნდებიან კანონის წინაშე. და მათი დაფინანსებლები კი ჩვეულებრივ ცხოვრებას გააგრძელებენ. ძალიან ფრთხილად იყვნენ. ყველა იქნება იდენტიფიცირებული და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც შეეცდება, რომ არის ჩვენი ქვეყანა, აბსოლუტურად ყველა იქნება იდენტიფიცირებული და დაიჯება კანონის უმკაცრესი ფორმით.
ქართულ ხალხს ასეთი არაერთი ტრენინგი ახსოვს. ახსოვთ მოვლენებიც, რომლებიც შემდგომ ასეთ სწავლებას მოყვება. წინასწარ დაპროგრამებული ახალგაზრდები ყველა ჯერზე ერთი სცენარით მოქმედებენ. მიზანი ტრადიციულად ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებაა. ბრძოლა დემოკრატიის საფარქვეშ ყოველთვის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებამდე დადის. კანონის წინაშე კი რჩება მხოლოდ დავალების შემსრულებელი, რომელიც რადიკალებისთვის საინტერესო მხოლოდ იქამდეა, სანამ დაკვეთას ასრულებს.